Hey, ხალხო, დავახართ. რა შვებით აბა როგორ მიდის თქვენი საქმეები? აი ხანი არ გვითამაშია ჩილას ართის ხოროთ თამაში. დღეს მინდა ვითამაშო ერთ-ერთი მათგანი. თქვენგან ერთი რაღაც მინდა ვითხოვო. ახალი წელი ახლოვდება და მინდა რაღაც საახალწლო ხორორ თამაში გადავიღო. შეგიძლიათ დამიწეროთ კომენტარებში, რომელი ხორორ თამაში ვითამაშო. რამე საახალწლო თემატიკაზე. რამ კაი თამაშები თუ იცით, აუცილებლად დამიწეროთ კომენტარებში და გადავიღებ. დღეს ჩემი მეზობლები აკეთებენ რემონტს. გესმით? არ ვიცი ისმის თუ არა, მაგრამ მე მესმის. ხო და თუ გაიგებთ რაღაც დრელის ხმას, ან თითქოს და სახლის ანზარებს, წარმოვიდგინოთ, რომ თამაშის ხმოვანი სპეციფიქტებია. და დღეს ვითამაშებთ Night Delivery. ღამის კურიერი ვარ, კაი დავიწყოთ. შენ რა არია, ვერ გავიგე მართლა რა. God. ჩაირთო როგორც იქნა. მადლობა. Delivery. რისი ხმა არის? აფეი ვარ ჩანს. რისი ხმა არის, კაცო? კაი, რეებს მასწავლი, თამაშს მასწავლი. აჰა. ვაი, ეს რა არის, მწვანე? რა ჩადაბა არის? ეს არის ჩემი ბოლო გაჩერება. მოკლედ ეს 5 ყუთი უნდა მივიტანო და დღეისთვის ეს იქნება. Okay, ესე იგი გამოდის, რომ მე ვარ ღამის კურიერი, ხო? ვმუშაობ ექსტრაზე, ველიზე, like a glow, yes. კაი, შეგვიძლია თუ დავათვალიეროთ, კაი, ჯერ. შემიძლია ავირჩიო, კაი, deliver, yes. ავიღოთ ეს ყუთი. ისე ბევრი მთხოვდა ჩილას ართის თამაში რო ვითამაშო. აბი ინვენტარის ნახვა, mouse scroll-ი, ასე შემდეგ, კაი. ძალიან ღამის ღმერთო, რისი ხმა არის? რისი ხმა არის? რა არის? რა არის? ვინ არის? რაღაც ჟესტის ხმა მესმის. რა? ბიჭო, რისი ხმებია თითქოს და ვიღაც დამსდევს. აჰა, თქვენ სამჩნევთ ხო რა მაგარ high quality გრაფიკაშია? Not bad. ვიხუბრე, რა თქმა უნდა. ფისონია. Hey! ვაიმე, ფისო. კაი, ხო. არ უნდა მოკლედ. გაჩუმდი ხო? მოდი აქ დავათვალიეროთ რა. იქ სიბნელე არის, არაფერი არ ჩანს. ველოების რისი? თითქოს ვიღაც დადის მართლა. ან სიარულის ხმა მესმის ან რა. რატო ბნელა ასე? მართლა არაფერი არ ჩანს. და სად უნდა მივიტანო რო? 206-ში უნდა წავიღო. რა არის? ვინ არის? ვინმე არის სახში? ვინმე ბინადრობს? ხო, კიდე კაი ფანარი მაინც მაქვს. რომელი საათია ვაფშე? ღამის 3? ავიდეთ 206-ში უნდა ავიდე. ოკეი. საითა 206-ი? მეორეზე? ეს რა ლიფტი? Oh my god, ეს რა არის? ასეთი creepy ლიფტი მარტო ჩემპადიაში მინახია. მეორეზე? არავინ არ ფუ რა ხმა აქვს ღილაკებს. იმედია არავინ კლაუსტროფობია დამემართება. Hi, იმედი არავინ გამომიხტება. წინ. Okay. 202. საითა 206 კაცო? 205. ეს არის? ძალიან დაჟანგული კორპუსია რა. გეუბნებით რაღაც ხმები მესმის ყოველ წამს. Creepy, okay. რა გავაკეთოთ? დავუკაკუნოთ თუ დავრეკოთ? კაი. რა მნიშვნელობა აქვს ამას ერთი? გამარჯობათ. გააღეთ კარი, კურიერი ვარ. გლოვა მოვიდა. კაი, დავაკაკუნოთ. არავინ არ გვიხებს. მე გადავებიან? Are you kidding me? გააღე კარი. ბიჭო, მოკვდა თუ რა არის? იქნებ არა სახში ახლა, ხო? რა იცი ახლა რა ხდება? ვეღარ ვუკაკუნებ. ღმერთო! ეს რა იყო მართლა? ღმერთო ჩემო. ბიჭო, ხმები მაშინებს რა არის? ვინ არის? ჰაი. ყველაფერი გასაგებია, ლოთი ცხოვრობს აქ. ჰეი. დიდხანს ელოდებოდით თუ რაღაცა გეთი მოკლედ დამტრეული ინგლისური კარგად არ ვიცი, ამიტომ ეს როგორ გადავთარგმნი? არ ვიცი. რა? დამეკარგეო. Excuse me? რანაირი ხალხი ცხოვრობს? ეგ სად ვართ?
აი ვინ წაჭკას იაპონიაში ვარ, ხო, იაპონური თამაშია. რანაირი ხალხია იაპონელებზე, მაიცდესაც ყუთისა და ფოთლი მესროლა. ვერ არიან ესენი. ოკეი, გამოდის რომ ერთი პაკეტი მივიტანე. ხო? აუ გრძნობ ამ ლიფტში. ერთხელაც რაღაც დებილობა საშინელება მოხდება. გრძნობ ამას. Well, ბოთლი. წყლის ბოთლი. პახმელიაზია ტიპი, როგორც ჩანს, შეგვიძლია დავლიოთ, არა? დრაც მინდა იქ ბოთლი. იქნებ კატა შემიძლია მივცე, დავალევინოთ. აჰა, ფისო წყალი. წყალი აი, ეხა. ეს როგორ გავაღო? კაი ჩავიცი რა. რანაირი ხალხი ცხოვრობს ამ კომპლექსში? ღმერთო, ვიკარგები უკვე სააჯანდბაში ვარ. კაი, ესავიოთ, მივიტანოთ. თავარია ჩემი შეკვეთა მივიტანეთ და დანარჩენი მკიდია ისეთ. ეს რომელი არის? რებს აკეთებს? 502. აი 502 არის ბოლო სართულზე. ღილაკების ხმა ნამდვილად არ მომწონს. არავინ გამომიხდეს, მე არ უყურებ. აღარ ცოტას ვნახავ. არავინ გამომიხდეს გეხვეწებით? Hello. აქეთ რომელია? 501. მე რომელი მაქვს? 502. ოკეი, 502. ეს არის. დავრეკოთ. ჰაი, გამიღეთ კარი. გამარჯობათ. ნორმალური ადამიანი. პირველად შემხვდა ამ თამაში. მადლობა. ჯილდო მაქვს თქვენი შესანიშნავი სამსახურისთვის. სერვისისთვის, ხო? თქვენს გიყვართ კატები, არა? Maybe. აიღეთ და წადითო. კაი, რა მომცა? Cat food. Okay, კატის საჭმელი მოგცა. უნდა მივცეთ კატას. ძალიან უცნაური ადგილია, მინდა გითხრათ, სადა კატა? მოდი ფისო. ჭამშვილო. და ახლა შემიძლია გავაღო, ხო? წერილი. კატის ჭამის ასმერის თანხლებით წავიკითხავ ამ წერილს. ჰეი, როგორ ხარ? როგორ არის ახალი ბინა? დამტრეული ქართული გადავთარგმნე. გეუბნებით. ახალ ბინაში გადასვლა მოგიწია, რადგან იმ ცხოვრებლები ჩვენს მიმართ დიდად კეთილები არ იყვნენ. რომელ ბინაზე იძახის? აქ დავიჯერებდი, ხო? აქ უცნაური ხალხი ცხოვრობს და ამჯერად ყველაფერი რიგზეა? ადრე იყვნენ ადამიანები, რომლებიც თავს სულელურად გრძნობდნენ. შეზღუდული შესაძლებლობისა და სოციალური დახმარების გამო, არა? ბევრჯერ მithქვამს ეს ადრეც. შენ ცუდი არ იყავი. დაადანაშაულებ საკუთარ თავს. ასევე იქნები მოუთმენელი სამსახურის შოვნის მიმართ. ჰეი, შენ ჩემი შვილი ხარ. კარგად იქნები. ყველაფერი გამოსწორდება, დედა. ჰეი. ოკეი. დედის წერილი რატომ დია ნაგავში? იქნებ აქ კიდე რაღაცის პოვნა შეგვიძლია. ვაიმე, მაიცე სად ვარ? თან არაფერი რო არ ჩანს. ბიჭო, სად წავედი, ვერ გავიგე. პარკი ვიპოვე სათამაშო. What? სახლს უჭირავს პირში რაღაც წერილი. მაიცა, ამას ხო არ უნდა მიცე წყალი, ვაიმე რისი ხმები მის. დაუსხათ? საწყალი, ძაღლი. კიდევ დედისგან წერილი. კიდე ძაღლის დალევისას მერით. ისევ კოჰეიზე არის. ეს წინას წავიკითხეთ. შეეჩვია ახალ გარემოს? თქვენ რომ ყველაფერს აკეთებ, რომ ბინაში ყველასთან კარგად შეეწყო. კორპუსში ხო, მეზობლებთან კარგად შეეწყო. კარგად შეეწყე? ვიცი რომ ძალიან კეთილი ხარ. იმედი მაქვს სხვების იგრძნობენ ამას. ჯერ ერთი ადამიანით დაიწყე. ასევე ნელა მუშაობა ნორმალურია. პესიმისტურად აზროვნებისკენ ხარ მიდრეკილი. ეცადე პოზიტიურად იფიქრო. აი მართლაც, რა კარგი რჩევა დედისგან. სად არის ნეტა ის კოჰეი ახლა? ფოტოშორის როგორ არის ძაღლი? აი კიჩი ხო? შემდეგ ჯერზე ძაღლი მაჩვენე, კარგი? დედა. როგორც ჩანს, აქ ძაღლი კაიხანია მარტო არის. სავარაუდოდ ეს კოჰეი სადღაც გაუჩინარდა. რამე თუ არის კიდე ამ პარკში. მე ეს დაჟანგული ჟესტის ხმები არ მომწონს. არავინ გამოხდეს ახლა. კიდევ გახსოვთ ხომ, რომ ჰორორ თამაში არის? კაი, მოდით გავაგრძელოთ ჩვენი. ვაი, გავისკდა თან ამ სიბნელეში ხო არაფერი არ ჩანს. თავიდან ვერ მივხვდი, რომ ვიღაც იყო. კოჰეი, შეხო არ ხარ? მაისა ეს იმ ძაღლთან ერთად გაიქცა? კოჰეი, მაიცარე, დედას წერილები რატო გადააგდე? ვაიმე, მოდით ეს დიდი ავიღოთ. Yes.
ვიღაც დგას. ეს ის ტიპი ხო არა, ბოთლი რომ გვესროლა. შეჩე. უფრო სწორად, ესეთ რას გეტყვით? პოლიციაში დავრეკავ. 401-ში უნდა წავიღოთ. მე-4 სართულზეა. ლიფტზე არაფერი არ გამიჩალიჩო, გაიგე? 4. ისი ხმარი რა არის? კონსერვის ბანკის ღმერთო, ისი ხმარი გაჩუნდი, ვერ გავდივარ. კაი, მე-5-ზე ავალ მაშინ და მე-5-დან ჩამოვალ დაბლა. ვიღაცა დადო აქ ტომბრები. მიალაგ მოალაგ, რომელია 401, ხო? ხო, ეს არის. ექსტრას კურიერი. ვიღაცაღებს. ჰაი. Oh, hi! მიპასუხე. კურიერი ვარ, ბიჭო. I'm scared. მეშინია, შეშინებული ვარ. მე ერთადერთი ვარ? სწორად ვთარგმნი თუ ეს ბოდავს რაღაცებს? არ ხარ შეშინებული? ამ საშინელი ადგილისგან. ცოტათი კი. თითქოს და მათი ნაწილი ვხვდები. არ აქვს მნიშვნელობა. დაივიწყე. Sorry, მაგრამ ამას უკვე ვეღარ დავივიწყებ. პაკეტი აიღე, ბიჭო. ოხ, მე? ბიჭო, პაკეტი აიღე, რას მეჭურავები აქ. ბოდიში ცუდ გადარზე გავჩერდი. ოთახიდან არ გამოვსულ ვარ. მე არ ვიცი. შევწყვიტე ცის დათვ. ანუ არ ვიცი რა, არ ვიცი რას ნიშნავს. ოჰ, ხო. შენ აქ ხარ იმისთვის, რომ ამანათი გადმომცე. Yes. მოტვინე? არ ვიცი, ჯერ არ შემიძლია შენი და შენი ამანათის რომ მივენდო. ბიჭო, შენ გამოიწერე ველიდან ამანათი. რა გამოიწერე, რა ვიცი, ტრუსიკი ან რა გიდევს შიგნით. აიღე, პროსტა ამანათი გამომართვი. გაესაუბრეთ მღვდელს. Stop. What the hell are you talking about? რას საუბრობ? მე არ შემიძლია გენდო, სანამ არ დაელაპარაკები მღვდელს. Oh, fuck. რაც მე რა. ვიდეოს ვიღებ ახლა. აუწავს ხო აგე? გაჭედა. კარგია, ბიჭო, გაჭედა. არ დაჩეს. გაიჩ შაվել. მან მითხრა, რომ ცხოვრობს აპარტამენტებში 105. მაიცა, ანუ მართლა უნდა წავიდე და მღვდელს გავესაუბრო? ჯო, ეს ხალხი ვერ არის რა. სიტყვიერი კურიერი გავხდი თქვენთვის თუ რა არის? პირველზე ცხოვრობს maybe საჯადაბაშია ასერთი. ეს არის აქ ცხოვრობს? თუ ასე თქვა. არ მახსოვს არაფერი ეგ არა უშავს. კაი, მაიცადეთ. სადღაც და 105-ში. გამარჯობა. გამიგეთ კარი. ვაიმე ღმერთო. გამარჯობათ. ჰა? მე ვხედავ მიჩი რომ გამოგაგზავნა ჩემთან. მე აქაური მღვდელი ვარ. არ გეტყობათ, სიმართლე რომ გითხრათ. მეტი არაფერი არ თქვათ. რაო, გრძნობ რომ პაკეტი დაწყევლილია, მაგრამ ჯერ შეთავაზება უნდა გავაკეთო. სანამ ობიექტზე რაღაც კურთხევას შევასრულებ. ფული რომელიც რა? ჰა? ვერ გავიგე, ფული უნდა? ანუ ყველაფერი გასაგებია. ფულს ელოდები მართლა? I need cash. ასე პირდაპირ მეუბნებით, ხო? და მე გავაკეთებ კურთხევას, შენს პაკეტზე? კაი, წავალ და ვკითხავ, რომ მომცეს ფული. მე ხატავებიან ესენი, ხო? კონსერვის ბანკები გააჩერეთ რა. ჩანდაბამა გათი. მელოდები? შენი ლაპარაკე მღვდელთან პირდაპირ? How lucky you are. რა იქ ბლიანი ხარ, როგორ გაგიმართლა? ხოლო მე მხოლოდ კარის დომოფონით ვესაუბრები. So, ფული სჭირდება? კი? ოხ, რა თქმა უნდა. რასაც მღვდელი იძახის, ყოველთვის მართალია. აიღე, მიეცი მას. აუცილებლად მიეცი მას, რაც შეიძლება უფრო მალე. არ მინდა რომ მღვდელს დიდი ხანი ვალოდინოთ. ბიჭო, ესენი მეღადავებიან, მე აქ სად არის კაცის ლიფტი, აფეთქებული, სად გაქრა? ამ კორპუსის კურიერი გავხდი უცებ. მიიტანე პაკეტი, მიიტანე ჩემი სიტყვა, მიიტანე ჩემი ფული. გადაეცი ეს, ჯო მეღადავებიან მართლა. მელოდება ფულს. აჰა, შენი ფული. რაოდენობას ორჯერ შევამოწმებ, დამელოდე. რა? ეს არ არის საკმარისი. იცი რომ მართლა ფიქრობს, რომ დაუსჯელი გადაურჩა. რა არის? ეს არ არის საკმარისი. ხარი მიჩირუს რომ უფრო მეტი მომცესო. ჩვენ აქ რა გავჭებულ
ტელეფონს ვთამაშობთ? გადავებიან ესენი. სიტყვების კურიერი გავხდი უცებ. კაი, ჩავეთრევი მეოთხეზე და გადავცემ ამ სიტყვებს. იცი რას გეტყვი? რას მალავ მანდ? რა? ეს არ არის საკმარისი? მაპატიე მღვდელო. იმედი მაქვს ეს ძალიან დაგეხმარებათ. ეს ყველაფერია, რაც მაქვს ამ თვეში. მშობლებს უნდა ვთხოვო, რომ მეტი მომცენ. ყველაფერი გასაგებია. ბიჭი, რომელიც მშობლების კისერზე ზის. რა კაცები წამოვიდნენ რა. ისე უნდა ჩავიდე მღვდელთან. გად, რატო? მინდოდა ამ ონლაინ სტორიში მუშაობა კურიერად, ხო? და თუ შევამოწმებ, გადავთვლი, დამელოდე. ეგ საკმარისია. ეგრევე ჩანს, რომ ნამდვილი მღვდელია, ხო? ძლივს ეს არის. ძალიან უყვარს ფული, როგორც ჩანს. ამჯერად ვაპატიებ. მოდით დავიწყოთ რიტუალი. დაიწყე? დან. გაკეთებულია. ახლა წადი აქედან. როგორ თუ რა მაგარი ბიზნესმენია. ასე ნებისმიერ ადამიანი იქნება მღვდელი, იცი? ბაბუ. იპოვა სულელი ბიჭი და აკეთებს მისგან ფულს. მაპატიე მღვდელო. ახლა შემიძლია ავიღო შეკვეთა. ახლა წადი. ედმამიშვილი ხომ არ ხართ ამ მღვდელთან? სად არის ამ ხალხის კულტურა? ხუჯერ იქით-აქეთ დავდიოდი, სიტყვებით რომ გადამეცა უბრალოდ და ფული. და მადლობები. მადლობთ. ზედმეტი სიკეთეა თქვენგან. კატა გაქრა. ეს წერილი არ გვჭირდება, ავიღოთ ჩვენი ბოლო 2 ამანათი დაგვრჩა. გაჭერდი. wait. მაიცა. და კიდე ერთი რატო დაკეტა? ის კაცი მეორეზე მეორეზე რო იდგა აღარა. 305-ში. ბოლო რატო არ უნდა მივიტანოთ? 305 მესამე სართულზეა. მესამეზე დავაჭიროთ. მესამეზე არ ვიყავი ხო ჯერ? არ მახსოვს. რომელია? 305. აქეთ იქნება 302, 303, 304 და ეს იქნება 300. ბიჭო. მაიცა. 303-ის მერე მოდი 305. Wait, but okay. კაკუ, გამიღეთ კარი. ვაცებიდებს. გამარჯობა. არა, უნდათ რომ შევიდე? No way. გამიღეთ კარი ბიჭო, რატო დაიკეტა? რა არის? არა, მე მაშინვე მოვალ. რას ნიშნავს ეს? What the hell, bicho? Hey, რას აკეთებ? ამანათთან. ეს არის საწოლის კარკასი, რაღაც ეგეთი. შენ დამეხმარები აწყობაში? ვერ გავიქე? არა, მე წავედი. კარგად იყავი. კაი ხო? Короче, ეს რა ადგილია ისეთი? ქალო, მოდი აქეთ. აგიწყობ. მე ხო კაცი ვარ ბოლოს და ბოლოს ამ თამაში. ავაწყობ. კაცო, მე საქმე არ მაქვს. ღამის 3 საათზე ვაწყობდე საწოლს. კარგით რა. No. ავაწყე, თუ რა ვქენი, მაგრამ რა არის ეგ? სისხლი? Okay. არა. ვინ არის? ზემოდან, მოიცა მესამეზე, მეოთხე სართულიდან. გამიღეთ კარი. Oh my god. ძოხიო აქედან. საჭანდობა შეგასასვლელი ის გოგო სადა? ჯეფხები და გამიშვით. კარი სად არის? კარი ვიპოვე, წავდი აქედან. ზემოდან, მაიცა ზემოთ ვიღა არის? ვერავდივარ. არა, გაღე. ზემოთ უნდა ავიდე. არ ვიცი, შეიძლება რაღაცას არასწორად ვაკეთებ ახლა, მაგრამ უნდა შევამოწმოთ, ხო? და რომელი იყო ეს? 505. კარი არის ღია. რა ხდება? ტუალეტში ზიხარ? ცუდად ხარ, ბიჭო? ნახშირი დალიე, 2 ტაბლეტი. What is happening? წავედი რა აქედან, მოკლედ. ის ერთი ამანათი რო დარჩა, არ ვიცი რაშია საქმენი რა. რატო დგას აქ? ღია, ხო, ანუ გამოდის რომ ისიც უნდა მივიტანო. მეთქი დაკეტილი რატო იყო? 202 სადაა? მეორეზე. კაი, ავიდეთ მეორეზე. ეს არის 202. ვინმე არის სახში? Oh my god, აღარ პიტა რა. შიგით შესვლები.
ეს ვინოა? ესაც ჩემ ფეხებია. ბავშვი გაგეცათ. My baby, შემიშველი. უნდა დამეხმაროთ დაჭერაში. ჯომი აქ რა, უფასო მუშაო, არ ვერ გავიგე. რატომ უნდა დაგეხმაროთ? თქვენი ბავშვია, გაიქცა. განძრიეთ, რა კიდე დაიჭირეთ. თა ჩემ ფეხებში უნდა ვიპოვო. ეხლა ვთქვათ რომ მე-5-ზეა, სადაც აი ის რაღაც ხდებოდა, აი უეჭველი, მაიცა 5 ლარს ვდებ რომ მე-5-ზე იქნება. ვნახოთ, გეუბნებით. სადღაც აქ იქნება. ან ბოლო აპარტამენტში ღმერთო აქ ისევ ტუალეტში აკეთებენ თავის საქმეებს. არა და მეგონა რომ აქ იქნებოდა. ალბათ ვიღაც ვერ არის, პროსტა. კაი, 5 ლარი გავმაზე, კაი, მე-4-ზე ვნახოთ. არ არის. იქნებ საერთოდ არა. მეგონა რომ დაბლა იქნებოდა პარკში. გაჩევდი. ბიჭო. ტუნი გაგუნა. აქ იქნება. დაკ რა იყო? ესიმ ო არა. რეპი არის. პანჯარა? The hell? მაიცა ეს ის ბინა, სადაც იმას ვაწყობდი, ხო? რა არის? Oh my god, რა არის? რაღაც სურათებია ყველგან გაკრული. პანჯარა რა შუაშია? თუ ბალკონზე იძახი. მაიცა საჯანდაბაშია. აი რო გიპოვი. არ ვიცი რას გიზამ, აი აქ ბალკონიდან გადაგაგდებ, კაიგე? უყურეთ ერთი ამას. დემონური ბავშვი ეგ. სადა გასასვლელი? ეს ქალი რომელ სართულზე იყო? მესამე? გონი მესამეზე. არ მახსოვს რა. ეს ხა გვაკალია. ბავშვი საჯანდაბაში. რა ჩემ ფეხები ხებას ბავშვი სადა? ჭის ბავშვი დემონი ხო არა ბოლოს და ბოლოს. როგორც baby in yellow. არა? დავიჯერო, არა? ჩემი ფურგონი. ბიჭო რა ხდება? რა ხდება? ისე უნდა მივიტანო? მივიტანო ის ერთი წავი წერილი არის. აქ პირველზე ცხოვრობდა მღვდელი. დღეს დილით 105 ოთახში იუკიჩი დავინახე. როგორც ჩანს მღვდელია და კეთილი ადამიანი მეგონა. ამიტომაც წავედი რომ ვესაუბრო. რას აკეთებს ეს სუსტი ადამიანი? არ მინდა რომ ფულის გარეშე უბრალოდ უსარგებლო იყოს. ბიჭო რა ხმამაღლადა? აღარასდროს გამოჩნდეს ჩემს წინაშე. თქვა მან. შეიძლება ცუთხასიაძე იყო. ცუთხასიაძე კი არა, 401-ში. ეხლა უნდა წინასწარ მე-4-ზე არის 400. ვეღადავებიან 401. ჯა. რა არის? ვერ გავიგე, როგორ უნდა მივიტანო? არ მიდის, არსად არ მიდის. რა უნდა გავაკეთო? კიბებით უნდა ავცოცდე? ესენი მაგრამ მეღადავებიან. ბიჭო, ეს ჩელენჯია ხო ამ პაკეტების მიტანა? მეგონა რომ მიჩირო სანთან შემეძლო შეგუება 401-ში, რადგან ასაკით ახლოს ვიყავით. არასდროს მინახავს თავისი ოთახიდან გასული. გადაწყვიტე მასთან მესტუმრა. საბოლოოდ მე-13 გამოვიდა. არა მგონია ვინმე შენაირ ადამიანთან შეგუება შეეძლოს, თქვა მან. სულ ეს იყო და კარი მაჩვენებად დაიხურა. ამ საცხოვრებელ კომპლექსში ნამდვილად უცნაური რაღაცები ხდება. ეხლა გამოდის რომ ამ წერილებიდან ვხვდებით დედა როს წერდა, ნაგავში რო ვიპოვეთ წერილი. როგორც ჩანს ეს ტიპი ცდილობდა ყველასთან დამეგობრებას, მაგრამ არ გამოსდიოდა. საჯანდაბაში მარტლობე. და როგორც ჩანს არ გამოვიდა დამეგობრება, რადგან ძალიან უცნაური ხალხი ცხოვრობს და ძალიან ბოროტი. კაი, ცდილს როგორც იქნა ჩამოვედი. ესენ მეგონა არ მინდა ბიტადა. ყველაზე ახლოს რომელი არის? 202. ამას? 202. არა, 202-ში ის ქალი იყო ბავშვით. ბავშვი დღეს დილით გარეთ სეირნობდა. ეს საყვარელია. ვერ ვიტყოდი. ეს მარიკოს ბავშვია 202 ოთახიდან. როგორც კი მარიკომ შეამჩნია, რომ მის შვილს ვუყურებდი, ხელში აიყვანა და სახლში შეიყვანა. თქო, ჩემ შვილს მოშორდი. მისთვის მიკრობივი თუ არ? ძალიან უცნაური ხალხია აქ. ცით რა მაინტერესებს? აი ეს დიდი პაკეტი რო ავიღო ხო და წავიღო იმ ოთახში, სადაც სისხლები იყო. შეიძლება რაღაც შეიცვალა. შეიცვალა, არ შეგვიშვებენ, წერილს მოგცემენ. კაი.
იყოს წერილი. ბიჭი, ამ კიბეებზე ჩასვლა მოსვლა ხო ჩელენჯია, დარეულია და რაღაც კედლები არის აშენებული. საერთოდ ჩავიდე მესამე სართულზე. არის 65 ოთახში სტუდენტია. ის ასევე ნახევარ განაკვეთზე მუშაობს უახლოეს მაღაზიაში. ხედავ რომ შრომის მოყვარეა და ამას პატივს ვცემ. როცა ვიფიქრე რომ არ მომისალმებოდა, როცა ერთმანეთს პირველად შევხვდით დღეს დილით, მან მითხრა: მდევნი? შეუშნო. მე არ ვდევნიდი, არ ვიყავი სტალკერი. ძალიან ვერდ ხალხი ცხოვრობს აქ. ცოტა ხალხი ტვინში ვერ არის. ორი ტომა რაღა დამჩა, 206. კაი ჯერ ეს ავიღოთ, რაც უფრო ახლოსაა. წესით მივიტანე 206-იც. მარტივი კი არა, იმდენი რაღაცები გავიარე, რომ რავი. 206-ი ვინ იყო აღარც მახსოვს. ამ კიბების მე არაფერი აღარ მახსოვს. ღამით ბატონი ტაკეო 206 ოთახიდან ლუდის ქილებით ყუთს ატარებდა. მე ვკითხე ხომ არ გეწყინებათ დახმარება. რა ჯანდაბაც ვცდილობთ დახმარებას. თუ დახმარების დრო გაქვთ, სოციალურ დახმარებაზე არ უნდა იყოთ. საზოგადოებისთვის ტვირთი ხართ. თქვა ბატონმა ტაკეო. რა? მაინტერესებს ჩემს გარშემო მყოფი ადამიანები ასე ფიქრობენ თუ არა. ანუ როგორც მივხვდი, აი ძალიან ზედმეტად ბოროტი ხალხი ცხოვრობს აქ. და როგორც ჩანს, მანდ მოხვდა ერთი კეთილი ადამიანი და რაღაცა სავარაუდოდ მოუვიდა. რაღაც გაუჩალიჩეს და სავარაუდოდ მისი დედისგან მოწერილი წერილები ჩააგდეს უბრალოდ ნაგავში. მე ძლივს სულ ბოლო დაგვრჩა 502 ბოლო სართულზე არის 502 Oh my god აი რა ხდება ლიფტი ამუშავდა მაინც რას ნიშნავს დღეს ერიკას 502 ოთახში კატის ქილა მივეცი კატის საჭმლის ქილა მივეცი მეც მყავს ძაღლი ამიტომ მინდა რომ კარგად გავერთო მითხრა რომ ამაზრზენი ვიყავი მაგრამ მე მჯეროდა რომ არ არსებობდნენ ცუდი ადამიანები რომელსაც ცხოველები უყვართ გული მტკიოდა მაგრამ რა უნდათ ახლა ამ ბიჭისგან ეთი მაინტერესებს და რა ხდება შემიძლია წავიდე სახში მაინც ლიფტში ხო არ უნდა ავიდე წვანეთ არის არა არ მუშაობს Oh my god ამას დაგდა ტარველოდი მაიცა ეს პატარა ლაწირაკი მყავს ეხლა არ თქვათ რომ დამესიზმრან გავგიჟდი წაიყვანეთ ეს პატარა ნაგავი აქედან package delivery ეგა წავედი მაშინა ლიფტებით აღარ მინდა ფეხი ჩავალ რა არაფერი ამჭირდება ფეხი წავედი აქედან წავედი ეს ამანათი არ იყო ეს ამანათი არ იყო ვიღაცამ ჩამიდო რომელში არის 404 არ ვიყავით 404-ში ლიფტი თავიდე ლიფტები შეშივაკ უკვე გადით არავინ შემოვიდეს ვერტო 404-ში მე-5-ზე უნდა ავიდე ხო გამახსენდა არ მინდა ვიყვირო 404 კამარჯობა კაკო 5 ჯერ თუ სულ 5 ჯერ დავაკაკუნე? შემიძლია გავაკეთო. რავი მე? ეს 5 ჯერ დავაზარუნე. ფრთხილად ქენით ოღონდ რა, გიფეწებით. გამარჯობათ. ვინ ლოთის ცხოვრობს აქ ერთი მაინტერესებს? დოკუმენტი. Sorry, I don't know Japanese, okay? არ ვიცი იაპონური დოკუმენტები მე არ ვიცი. არ მაინტერესებს შუქში რამდენ სიხდიან რა. ეს ის ბინა. იმ ამ ბინას ვერ მოვშორდი. გააღეკარე. მაცივარი, შუა ოთახში. მაინცა, თუ იმ ნახატებში მაცივარი იყო და არა სარკე. What? რა არის? რა ხდება? ბიჭო, რა ხდება? ვერ გავიგე. რა ხდება? ბიჭო, вообще სად ვარ ვერაფერი გავიგე. არა. მაინც ეს როგორ ვერ დავინახე თავიდან. ვიღაც მოკვდა, ან მოკლეს. გაუგებლარია. არაფერი გამკეთებია. გასვლა მინდოდა ბინიდან, მაგრამ ვერ გავედი. და რას ნიშნავს? ნუ თუ ამაზე დამთავრდა. მაინც ეს სად ვარ? რა მოხდა ვერ გავიგე. გრძელდება. What is happening? Flashlight. ავიღოთ რა თქმა უნდა. აქ არაფრის აღება შემიძლია. რა არის ეგ? ვალი მაგ? ვისი ვალი მაგ? ეს კარი როგორ ვერ დავინახე?
მე თუ ისევ ეს ხმები დაიწყო. მაინც ეხლა სავარაუდოდ მე ვარ დაცვა, ვერთ ჩემო ამ კორპუსის უნდა ავიდე. მე-5-ზე ვიყავით, სად ვიყავით კაცო? 404-ში ვიყავით, ხო? ანუ ეხლა დაცვის ადგილზე ვარ. რაღაც მომივიდა, გავითიშე ეთყობა, რადგან oh my god, არა. კაი. რა არის? რა, ვერ გავიგე. მეც გავითიშე? What is happening? რაღაცა ვიდარი? როგორც ის ფეხს ვხედავ. ხო ფეხია? ხო. ვინ არის ეგ? ვინ არის? ვინ იყო? ენდინგი 2. ვიღაც მკვლელი ცხოვრობს მგონი. ცოტა უცნაური თამაში იყო. როგორ მოგეწონათ? დაწერთ კომენტარებში. იცით რა მაინტერესებს? აი მე-5-ზე ერთი კარიდან რაღაც უცნაური ხმები რო გამოდიოდა თითქოს და რაღაც კაცი ტუალეტში იჯდა. იქ ხო არ ცხოვრობდა რეალურად მანიაკი. არ ვიცი, მოკლედ, არ ვიცი რა ხდებოდა. ვაფშე ვერ გავიგე საბოლოოდ რა მოხდა. მაგრამ როგორც ჩანს ვიღაცა მოკლეს, მერე დაცვაც მიაყოლეს. ვისი ფეხები იყო ეგ არ ვიცი, ალბათ იმ მკვლელის. მოკლედ მარტო რედაქტირების დროს მივხვდი თუ რა მოხდა. და ალბათ გაინტერესებთ ვისი წერილები იყო მოწერილი დედისგან და ჩაგდებული ნაგავში. ეს წერილები იყო მიმართული კოხეისთან, რომელსაც ყავს ძაღლი. არაფერს გახსენებთ? ეს ტიპი ძაღლთან არის კოჰეი, რომელსაც წერდა დედა. ახლოს რომ მივედი, დავინახე მისი ტანსაცმელი. შენელებულ კადრში შეგიძლიათ შეამჩნიოთ, რომ ეცვა მოყვითალო შარვალი და არ ეცვა ფეხსაცმელი. და ამჩნევთ ამ ბოლო კადრში მსგავსებას. ამასაც აცვია ყვითელი შარვალი და არ აცვია ფეხსაცმელი. ანუ გამოდის, რომ ეს ტიპი, რომელიც ძაღლთან იყო და მკვლელი, ერთი და იგივე ადამიანია და ზუსტად ის ცხოვრობდა 506 ბინაში. როცა მივედით ახლოს მის ბინამდე, მან სწრაფად დაკეტა კარი და გამოსცემდა რაღაც უცნაურ საშინელებათა ხმებს. და ზუსტად ამ ტიპმა მოგკლა ჩვენ, კურიერი. ეს ზუსტად ჩვენ ვეგდეთ და როცა ეკრანზე შეფერხებები დაიწყო, ამ დროს მან მოგკლა და შეფერხებების დროს ჩვენ ვართ უკვე სული და ვუყურებთ ჩვენს ტანს. შემდეგ ვთამაშობთ დაცვის ადგილზე, რომელიც მიდის ამ ბინაში და მასაც კლავენ. როგორც ჩანს, მისი შვილი ცოტათი ტვინში ვერ იყო, ცოტათი არანორმალურად იქცეოდა და რაღაც ხმებს გამოსცემდა. პრობლემები ჰქონდა სამსახურის ძებნაში და ვერ პოულობდა საერთოს მეზობლებთან. ისინი ეუბნებოდნენ მას, რომ ის საზიზღარი იყო, რადგან ხალხი ხვდებოდა, რომ ცოტათი არანორმალური იყო და საბოლოოდ დაიწყო მოკულა. ოკეი, დღეისთვის სულ ეს იყო. იმედია მოგეწონათ, იმედია გაერთეთ, იმედია ცოტა მაინც შეგეშინდათ, რადგან ცოტა სქრიმერი იყო. მე ამას დაგემშვიდობებით, შევხვდებით უკვე ძალიან მალე სხვა ვიდეოებში. ნახვამდის.